და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს გიული ჩოხილს ვარსკვლავს გაუხსნია. ამ წუთებში ივენთ ჰოლში ჯაზმომღერლის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს. საღამოში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები გულიკო ჭანტურია, ეგა მამალაძე, დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი, მაკა ზაბახიძე და ანსამბლი დიელო. ღონისძიების იდეის ავტორია საზოგადოებრივი რადიოს გადაცემების ავტორი და წამყვანი ნია ბახტაძე. საღამო თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის, კულტურის პალატის, დედაქალაქის მერიისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. კონცერტს ესწრება მოამბის კორესპონდენტი მარიკა შალიკაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერის შემოგვიერთება. მარიკა, საღამოშვიდობისა, უკაცრავად რომ ამ არაჩვეულებრივ საღამოს მოგწყვიტეთ, საინტერესო არის ხომ არა წარსგარა მაყურებლის წინაშე თავად იუბილეა. დიახ, 25 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ჯაზმომღერალი ქალბატონი გიული ჩოხელი დღეს სცენაზე ისევ გამოჩნდა, რასაც მოყვა ძალიან დიდი და ხმაურიანი აპლოდისმენტები მაყურებლის მხრიდან. გიული ჩოხელმა დღეს შეასრულა 2 კომპოზიცია. დღევანდელ საღამოში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები. ისინი იმღერებენ იმ სიმღერებს, რომლებიც სპეციალურად გიული ჩოხელისთვის დაიწერა და რომლებსაც ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასრულებდა. მე შეგახსენებთ, რომ გიული ჩოხელს ძალიან დიდი და წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში გიული ჩოხელს უწოდებდნენ საბჭოთა კავშირის ყველაზე არასაბჭოთა მომღერალს. მის ანგარიშზე არის არაერთი კონკურსში გამარჯვება. ის არის მრავალი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი. გიული ჩოხელს 12 თებერვალს შეუსრულდა 80 წელი, სწორედ საიუბილეო თარიღს ეძღვნება დღევანდელი კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგაც მას გაუხსნიან სახელობით ვარსკვლავს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ. საღამო ნიშნავს იმას, რომ მე გახარებული ვარ, რომ ჩემს სიმღერებს ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერლები მღერიან. სიმღერები already be good. It's very clear. ორ კომპოზიციას მომღერებ. თუ გამომივარა შეგრელი. ისე ყველავ რომ მოკლედ არ ვიცი. ძალიან ყველა. ვარსკვლავს ჭირდება ძალიან დიდი შრომა და ძალიან მძიმე ცხოვრება. რომ საქმეები ეს არის, იცით რა არის, ეს არის მოგზაურობა, ეს არის გაცივება, ეს არის შიმშილიც კი. მე უკვე მოვიარე ვარსკვლავები და ყველაფერი. არ არის არაფერი ჩემთვის ისეთი, რომ აი მე გავგიჟდებ რა. დაგვიანდა. წელს ქალბატონი გიული ჩოხელის საიუბილეო წელი გახლავთ, მას 12 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა და სწორედ აი ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გაიხსნას უპირველეს ყოვლისა ქალბატონი გიულის ვარსკვლავი, რომელიც დიდი ხანია უნდა გახსნილიყო, დაგვიანებულია, მაგრამ ალბათ მისთვისაც ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი და რაც მთავარია, აი ჩვენ საღამოზე დღეს შესრულდება ყველა ის სიმღერა, რომელიც მის რეპერტუარში იყო. ეს არის ჯაზური კომპოზიციებიც და რასაკვირველი იმ არაჩვეულებრივი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, რომელიც სპეციალურად ქალბატონი გიულისთვის არის შექმნილი. დარბაზში დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, რომელზეც ნაჩვენები იქნება გიული ჩოხელის მოღვაწეობის ამსახველი ვიდეო კადრები. დღეს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას. გიული ჩოხელის